ბოროტად გამოყენება და გულგრილობა სწორედ ეს არის ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია კორუფციის საკითხებზე მუშაობენ, პირდაპირ ადებენ ისინი ხელს რაჟდენ კუპრაშვილს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს და ამბობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა დამალა დანაშაული. ეს დანაშაული ეხება სწორედ ექს-პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციას, რადგან რაჟდენ კუპრაშვილი არის სწორედ ის პირი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გაანალიზოს საჯარო მოხელეების დეკლარაცია, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ის რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა როგორც ჩანს, რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი იყო, ვერასდროს ვერ იპოვა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ვერანაირი სახის დარღვევა. რაჟდენ კუპრაშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელთა მიმართებაში ახლა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მან რამდენჯერმე შეისწავლა საჯარო მოხელეების დეკლარაცია, თუმცა რატომღაც ან ვერ იპოვა დარღვევა ექს-პრემიერის დეკლარაციაში, ან არ იპოვა, შესაბამისად ჩნდება კითხვის ნიშნები, მფარველობდა თუ არა ის ირაკლი ღარიბაშვილის იმ შავ საქმეებს, რომლის გამოც მას ბრალდება წაუყენეს და გუშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას გირაოს თანხა შეუფარდა იმ დანაშაულისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ექს-პრემიერი ჩადიოდა. რაჟდენ კუპრაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი მოხელე ქართული ხელისუფლების მიერ არჩეული, დანიშნული, ფარს წარმოადგენს ერთგვარად ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც პირადი ურთიერთობების, მეგობრობის და ახლო კავშირების საფუძველზე არიან თანამდებობებზე დანიშნული. ეს არ არის საქმისადმი გულგრილობა, ეს არის ის, რისთვისაც ის არის ამ თანამდებობაზე დანიშნული. რის გამოც შეიქმნა ეს თანამდებობა, იმიტომ რომ ეს უნდა ყოფილიყო ფეიკი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა, რომ აი არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც იკვლევს სავარაუდო კორუფციულ სქემას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ აღმოაჩინეს. რაჟდენ კუპრაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს რაღაცა ნეიტრალიტეტთან ან რაღაც კვალიფიციურად საქმეების გამოძიებასთან და კორუფციასთან ბრძოლასთან. ღარიბაშვილის დეკლარაციაზე იგივე ამბობდა და კიდე დანარჩენი სხვა 300-მდე საჯარო მოხელის, რომელთა დეკლარაციები შეისწავლეს და თითქოს ვერსად ვერ იპოვეს დარღვევები. არა და მე შემიძლია პირდაპირ თქვა მაგალითად მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც ბოლო წლებში $150,000 აი ესეთივე ფულადი საჩუქარი მიიღო, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა. და მისი ხელფასი რაღაც $10,000 და მილიონიანი სახლი აქვს აშენებული წავკიში და ეს კაციც ისევე დასაჭერი არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ისევე როგორც რაჟდენ კუპრაშვილის დასაჭერი არის, იმიტომ რომ ის არასრულებს თავისუფლება მოვალეობაში. წლების განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ვერანაირი სახის დარღვევა ვერ აღმოაჩინა ექს-პრემიერის დეკლარაციაში, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში მაყურებელს უყვებოდით ირაკლი ღარიბაშვილის იმ გარიგებებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მის გამდიდრებებს უკავშირდებოდა. არაერთი საგამოძიებო ჟურნალისტი მოამზადეს გამომძიებლებმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ გარიგებებზე, თუმცა ამის მიუხედავად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი არასდროს არ დაინტერესებულა, უფრო დეტალურად შეესწავლა ღარიბაშვილის დეკლარაცია. ახლა შესაბამისი უწყებები პრინციპში უნდა დაინტერესდნენ სწორედ რაჟდენ კუპრაშვილის საქმიანობით, აფარებდა თუ არა ის იმ კორუფციას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ჩადიოდა, მაშინ როდესაც ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა.